მეგობრებო, დღეს გიბრუნდების ეფუტბოლის ახალი ძალიან მაგარი ვიდეოთი. მხოლოდ ედენ აზარდს შეუძლია გაიტანოს გოლი. ჩემი გუნდი არის ესეთი. მაგრამ დღეს 11 კაცის მაგივრად მხოლოდ 2 კაცი კი არა და 1 გაიტანს გოლს. თუ სხვამ გაიტანა, მაშინ ჩემი ვიდეო ჩაფლავდება. და თუ ედენ აზარდმაც 1 გოლი მაინც ვერ გაიტანა და მატჩი მინიმუმ მაინც ნიჩია არ დაამთავრა, ან დამოიგოთ გუნდმა ან ნიჩია დაამთავროს, ოღონდ მარტო ედენ აზარდმა უნდა გაიტანოს გოლი. თუ სხვა ფეხბურთელი გოლს გაიტანს, ჩელენჯი დასრულდება და მე წაგებულად გამოცხადები. ამიტომ მეგობრებო, ჩავჯექით წინ მაგარი დეტალი გელით, ხოლო ერთ მოგებაში გადავართ მეოთხე დივიზიონში. და ჩვენ ვიწყებთ თამაშს. ჩვენ არ ვთამაშობთ რობოტებთან ვირტუალში ლეგენდარს რო ვეთამაშოთ, თუნდაც ლეგენდარი უფრო მარტივი იქნება. თამაშობთ ნამდვილ ადამიანებთან, სადაც არ ვიცი ჩემო წინააღმდეგის როგორი გუნდი ეყოლება. შეიძლება MSN-ის კი ყავდეს, ან თუნდაც რონალდინიო გაუჩო, ან რა ვიცი, ბლიცკარლერი რომელიმე მაგარი ბეილი, ან რამე. და ჩემი მოწინააღმდეგის გუნდი არის ასეთი. აი გუნდი არ ყავს, მაგრამ თავში ხელწამოსარტყმელი გუნდი არ არის მაინც. წინ ვინ გვეყოლება მნიშვნელობა არ აქვს, რადგან არავის არ აქვს გოლის გატანის უფლება. მთავარია რომ კაი ვიპასე გუნდი ვყავდეს, რომლებიც კარპასებს გააკეთებენ. თამაში რო დაიწყება, ხოლოდ ედენ აზარდს აქვს გოლის გატანის საშუალება, რომელსაც 60 მატჩში 41 გოლი და 10 ასისტი აქვს გაკეთებული. მოდი ვნახოთ, შევძლებთ ნიჩის ან მოგების დასახულებას. მხოლოდ ედენ აზარდი თუ გაიტანს გოლს, რომ თამაში შეუძლია გააკეთოს ასისტი, ან 2-1-ზე როცა გავლენ, პასი გაუკეთოს და ედენ აზარდმა გაიტანოს. მაგრამ მე ამ წეს შევცვლი და როცა 2-1-ზე გავლენ და ჩემიანი პას თუ გააკეთებს და მაშინ გაიტანს ედენ აზარდი, ის გოლი არ ჩაითვლება. იმიტომ რომ ედენ აზარდმა თავისით უნდა მოიპოვოს ეს ბურთი. მართალია პასი უნდა გაუკეთონ და შეუძლია პასს რო შეუგდებენ, მაშინ შევიდეს და დაარტყას გაიტანოს, მაგრამ არა გვერდზე და ცარიერ კარებში. ანუ თვითონ უნდა დაარტყას და ეგრევე ცარიერ კარებში არ ქონდეს მორთმეული. მოკლედ ჩემი მოწინააღმდეგე დასტარტოს და დავიწყოთ. თუ ეს ჩელენჯი ჩაფლავდება, მაშინ მე ჩემს გუნდს აუქციონზე გავიტან და გავყიდი სურაეს 5 ლარად, იმიტომ რომ მე ამ ჩელენჯში დამარცხებული გამოვალ. იმედია ამ ჩელენჯს მოვიგებს. თუ არა და რომელიმე თქვენგანს ეყოლებათ ეს გუნდი, რომელიც მას მე ვიწვალე, მხოლოდ და მხოლოდ 5 ლარად. მოდი დავიწყოთ თამაში და ვნახოთ წინ რა გველოდება. მხოლოდ 1 გოლით კი არის იმის გარანტი, რომ ედენ აზარდიდან მთელი გუნდი მე დამრჩეს. ოღონდ უნდა მოვიღოთ, ან ნიჩია მაინც ვითამაშოთ და დავიწყეთ. ედენ აზარდი პირველივე წუთებში გაიჭრა, ჩაუჭრეს, რა თქმა უნდა, ეგრევე არავინ არ მიგართმევს. იყო ედენ აზარდი მოწინააღმდეგეს ჩამოეძინა, აი ხა გაიღვიძა. ესეთი არ მინდა, მოდით მეგობრებო, ის არ გამოვიდეს ახლა. კაი, ესე გავიდეთ. ახლა გავიტანე, რომ ვიდეოს აზრი აღარ იქნებოდა უკვე. ცარიელ იმაზე თუ დავარტყოდი რა.
მოწინააღმდეგე რომ აითამაშებდა და მე ისე დავატყოვე და გავიზარდი და გაიტანა ედენ აზარდმა. მოდი კიდევ ერთი შანსი მოვცეთ მაყურებლებს. თუ მე მეორე გოლს ვერ გავიტან ედენ აზარდით, მაშინ ჩემი აკაუნთი ერთლარად გათამაშდება და მოიგებს ვინმე. ანუ ერთი გოლი კიდე აქვს გასატანი. და ჩემო მოწინააღმდეგე არიცის როგორ რისკზე მივდივარ. მთელი ძალებით ვეთამაშება. დიდი ალბათობით მთელი ძალებით ვეთამაშება. ოპა. ედენი ვერ მივეცით ედენს. ირიშკო გვარდიოლი. მერე კიდევ ეხლა ეს ცუდი გუნდი გამოუდგა ჩემი მოწინააღმდეგის. ამიტომ ეს ვიდეო თუ ავა 20 ლაიქზე შემდეგი ვიდეოც დაიდება, სადაც კომენტარებში რასაც დაწერთ, იქიდან ამოვარჩევ. ნუ კომენტარები თუ იყო ჩართული, არ ვიცი, შეიძლება არ იყო ჩართული, ხან-ახალ გამორთულია ხოლმე. თუ არა და ჩაივით მოვიფიქრებ, თავარია 20 ლაიქზე ავიდეს ეს ვიდეო. თუ კომენტარები ჩართულია და ამ ვიდეოს ნახულობ, მაშინ დაწერე კომენტარებში შემდეგი რა ჩელენჯი გადავიღოთ. თუ რა თქმა უნდა მე ჩელენჯი მოვიგე და არ დავკარგე ჩემი გუნდი. და ედენ აზარდის დუბლი. და ეხლა უკვე ჩემი გუნდი ემჩება თუ ჩვენ ეს შეხვედრა არ წავაგით. ანუ ეხლა ის რა გვაკლია რომ შეხვედრა არ წავაგოთ. ან გოლის სხვა ფეხბურთელით არ გავიტანოთ, თორე წაგებული ვარ ამ შემთხვევაშიც. ნუ ეხლა შემიძლია ედენ აზარდით თუ მინდა კიდე მეორე გოლი გავიტანო. ედენ აზარდით კიდე 2 გოლს თუ გავიტან, მაშინ 30 ლაიქზე ავიყვანოთ ეს ვიდეო 20-ის მაგივრად. გაწოვთ. კარგით, კიდე 2 გოლს თუ გავიტან, 30 ლაიქზე ავიყვანოთ 20-ის მაგივრად ეს ვიდეო. ნუ ეხლა ცოტა სუსტი მოწინააღმდეგე შემხვდა და შემდეგზე უფრო ძლიერზე გადავიღებ, იმიტომ რომ ეს სუსტი მოწინააღმდეგეა, თქვენს ხედავთ, რა ვიცი, მე რა უნდა ამას მეოთხე დივიზიონში. შეიძლება მეორე ნაწილიც დავდო ამის, იმიტომ რომ ეს ძალიან ისეთი მოწინააღმდეგეა, დონდრო. ანდრეს ინიესტა დაუტოვა დონადონის პასი ოზე ჰოპ დარტყმა. ნუ ვერ გაიტანა ედენ აზარდმა. აქ ერთი გოლი გაგვიტანის. ძალიან დიდი რისკზე წავედი, მაგრამ არ მგონია კიდე 2 გოლი გამიტანო და წავაგო. და მაქამდე წესით მეც გავუტან ერთ გოლს მაინც ედენ აზარდმა. ბოლო 60 მატჩში 40 გოლი და 10 ასისტი მაქვს შესრულებული ედენ აზარდით, მეგობრებო. თუ ამ ვიდეოს კიდევ უყურებთ და მოგწონთ, მაშინ თხრიშეთ ლაიქს. რომ გავწუროთ 20 ლაიქი მაინც. თუ შევასრულებ 30 ლაიქი. ცოტა სწრაფად კი მოვუმატე. კაი ხანია რაც ვიდეო მინდეს და 13 თუ რაღაცა ლაიქსია, მაგრამ არაუშავნა. 80 გამოწერი მყავს და წესით არ უნდა გაგვიჭირდეს 20 ლაიქის მოგროვება. და
ხო, რას ვთამარია, ვინც ახლები იქნებით და ეხლა ვიდეოს უყურებთ, გამომიწერეთ. ახლებსთან უფრო დიდი თხოვნა მექნება, რომ გამომიწეროთ, რა თქმა უნდა, ვიდეოსაც თუ დამილაიქებთ, ძალიან კარგი იქნება, მაგრამ გამოწერა უფრო მაბედნიერებს, ვიდრე ლაიქები. ნუ დღეს ერთი მატჩი გვექნება. ედენ აზარდი. გაიქცა. ედენი. ედენ აზარდი სულ ცოტა დააყრა მორიგი გოლის შესასრულებლად და ჰეტრიკის გასაფორმებლად. ოპა, ართვა ედენ აზარდმა კი არა და დეზირე დუიმბურთი, მაგრამ გადავიდა აუტში. რაღაცა ცუდათა ვარ, მე მგონი ღვინო დავლია და ყველაფერი ერთმანეთში მერევა, მაგრამ ღვინო არ დამილევია არაფერი საერთოდ, მაგრამ რაღაცნაირად ვარ და ყველა სიტყვა მიშლება საერთოდ. რამდენი სიტყვაც თუ იმდენივე შემეშალა, რავი. ტოტი ხა რას ვთხრიშავდი, მაგრამ არ შემიძლია. თორე წავაგე ეგრევე ჩელენჯი და ტელეფონი ნუ ასევე ამ ვიდეოში ეხლა ეს ჩელენჯი რო დასრულდება ეს მატჩი ერთი პაკი მაქვს და იმას გავხსნი მესის პაკი როა ნუ არ მგონია საერთოდ რამე დამიგდოს მაგრამ მაინც ცდია რა და ვიდეოს მოხდება ხო დავარტყი აუ Iniesta, Beckenbauer, Iniesta, due, Edeni, Dodo, due, Edeni. და კიდე დღეს კლასიკოა 11 საათზე ბარსელონა versus Real Madrid-ი და თქვენ რომელს გუნდს შემატკივრებთ დაწერეთ კომენტარებში თუ კომენტარები არის. ნუ ეს ჩელენჯი მოგებურია, ჩემი გუნდი შემთხვევა. თუ კომენტარები არის, დაწერეთ შემდეგი რა ჩელენჯი გადავიღო და თუ მომეწოდება, რომელიც ყველაზე მეტად მომეწოდება, იმ ჩელენჯს გადავიღებ. მოკლედ, ჩელენჯი შესრულებულია, ჩემი გუნდი მემჩება. კიდევ კაი, ჩემი ნაშრობა ნაწვალი და თან მეოთხე დივიზიონში გადავსკუპდით. აი ჩემები და მოდი გავხსნათ ვარემ კრუიფი მაინც რო დავიგდოს ძალიან ბედნიერი ვიქე კრუიფი კი არა რომელიმე რო დავიგდოს ძალიან ბედნიერი ვიქე მესის ეხო საერთოდ ტელეფონს დავყოფილი ფანჯრიდან გავისვრი ეგრევე მესი რა დავიმართ თან ვიც კარლერი მესი Давай. მეგობრებო, არც ერთი ფეხბურთელი თუ არ ამოვა გამომიწერეთ, ანუ კაი ფეხბურთელი, ანუ 80-ზე ზევით ფეხბურთელი თუ არ ამოვა გამომიწერეთ, 80-ზე ზევით თუ ამოვა და ლაიქეთ ვიდეო. და ამოვიდა გამოიწერეთ ჩემი არხი. მოკლედ გემში დავებით მეგობრებო. შემდეგ ჩელენჯამდე აბა თქვენ იცით ჩემი გუნდი ჩემთან ჩელენჯი შესრულებულია.